გამარჯობა. Სარბიაის პოდკასტის დრო. ქართული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან 45 წელიწადი გავიდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გუშინ დინამოს სტადიონზე შედგა სპეციალური ფილმის პრეზენტაცია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც ჩვენმა კოლეგამ, ძმამ და მეგობარმა გიგა გვენცაძემ გააკეთა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა და დღეს სწორედ ის არის ჩვენ სტუმარი. გიგა, მადლობა. მოგესალმები. მივესალმები ჩვენს სვენელს და მაყურებელს. კი 45 წელი გავიდა, მაგრამ ეხა ის დღეები, ის პერიოდი ცხადია განსაკუთრებით და გაუვიწყარია ჩვენთვის. ყოველთვის გვახსოვს და გვემახსოვრება ალბათ. ყველაზე დიდი დღე. დიდი დღე და განსაკუთრებული პერიოდი იყო თვითონ, ხო? მართლაც გაგვილამაზეს ბავშვობა. მე ასე ვიტყოდი, მაშ პატარა ვიყავი და განსაკუთრებული მოლოდინი ქონდა ყოველთვის, ხო? ნათქვა ფეხბურთიდან ფეხბურთამდე ცხოვრობდით და მართლა მასე იყო რა. ესეთ ოჯახის წევრები გვიყვარდნენ დინამოს ფეხბურთელები და დღესაც ასეა კი, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ის მოგონებები დაუვიწყარია და ცოცხალია ხა. ზოგიერთი დღე თავიდან ბოლომდე შემიძლია აღვიდგინო, იმდენად ემოციური იყო და იმდენად დასამახსოვრებელი და აერთოდ ხო ფეხბურთი ახალს და განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით და ალბათ დღესაც ასეა ჩემი აზრით. მარტო თამაში და სპორტი ხო არასდროს არ ყოფილა ჩვენთვის, ქართველებისთვის. რაღაცა ჩვენი იდენტობის ნიშანი იყო და მახასიათებელი იყო ყოველთვის და ყოველთვის გვინდოდა რაღაცნაირად გამორჩეულები ყოფილიყავით საბჭოთა იმპერიაში და რაღაცა სულ ისეთა ალტერნატივას ვთავაზობდით იმპერიის ხალხებს, ხო? უფრო ტექნიკურები, უფრო არტისტულები, უფრო ტემპერამენტიანები და სხვა ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით. და ამიტომაც იყო ეხლა რო ხედავ იმ პერიოდის თქვათ გაზეთებს და სტატისტიკას, განსაკუთრებული დასწრება იყო ყოველთვის დინამოს თამაშებზე. აქ თბილისში არ ვამბობ, თბილისში თავისთავად ასე იყო. აი ნებისმიერ ქალაქში საბჭოთა კავშირის დინამოს განსაკუთრებით ელოდნენ და რაღაცა განსაკუთრებით მოწონდათ და პატივსცემდნენ და ელოდნენ და რაღაცა სხვაგან რო თქვა ყველაზე დიდი დასწრება ანშლაგის დინამოს თამაშებზე მოდიოდა. გინდა კუიბიშევი და რომელიც გინდა ქალაქი თქვა იმ საბჭოთა კავშირის და ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ რაღაცა გამორჩეულობა და სიყვარული და პატივისცემა, რასაც დინამო ჩემი აზრით ყოველთვის ახერხებდა. რა პერიოდში არ უნდა ჩავიხედოთ ჩვენ საბჭოთა კავშირზე ვსაუბრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ მართლაც დიდი პერიოდი ხა დინამოს არსებობა სწორედ იმ ქვეყანაში იყო და ძალიან ისეთი სერიოზული კვალი დატოვეს დინამოელებმა. თქვათ არა ტიტულებით შეიძლება, ხო? ეხა ტიტულები რო ავიღოთ, ტიტულები 5 გუნდს ჩემპიონობა აქვს საბჭოთა კავშირის და 6 თასი და მაგრამ ეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთო აღიარება. ბრინჯაო გვაქვს ძალიან ბევრი. ბრინჯაო და ისე სამეულშიც ბევრჯერ და არა მარტო სამეულის ჩემპიონებიც ვიყავით თასის მოვიგეთ პლატიგრეს არა, მაგრამ ახლა პლატიგრეს უმცირესობაში ვართ, ვინც არ გავარდილა უმაღლესი ლიგიდან. ყოველ შემთხვევაში დინამო აი ძველ კადრებსაც რო უყურებ, სტატისტიკის გუნდი არ იყო ეს, ლამაზად თამაშობდა, განსხვავებულად თამაშობდა, ხო? ეგ იყო მთავარი ნიშანსვრეთი იმ გუნდის. კი, გამორჩეული, სიყვარული, პატივისცემა და ყოველთვის თანსდევდა დინამოს არსებობას ეს დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის ნებისმიერი ვთქვათ კუთხის თუ ხალხების მხრიდან. გიგა, გუშინ გამორჩეული ღონისძიება შედგა, შენ ხარ ფილმის ავტორი, რომელიც მართლა ძალიან მაგარია, მთელი ისტორია იმ 91 წლის და არა მარტო. მოგვიყევი ამ ფილმის შესახებ და საერთოდ გუშინდელ ღონისძიებაზე. კი ბატონო, ფილმის შესახებ ძალიან შეიძლება ამბეჭდავი იყო ყველაფერი. კი. თავის დიდი დინამოელების სტუმრობით იქ. ეს კი 45 წელი გავიდა და რაღაცა ამ წლების მანძილზე მუდმივად ჩვენს ლეგენდებთან, დინამოს ფეხბურთელებთან, ჩვენს უფროს მეგობრებთან და უსაყვარლეს ხალხთან რაღაცა ყოველ წელს მართლა ამ 13 მაისის წინ ვაწუხებდით და შეიძლება თავის მოვაბეზრეთ მართლა ეხა ამდენი ხანი
თუმცა ჩვენ არ გვეძდება. ეხლა რაღაც სხვანაირად ვიფიქრეთ ჩვენ ამ ფილმში ძირითადად უფრო რა კუთხით დავინახეთ ეს მოვლენა. იმ გუნდის ფეხბურთელების ინტერვიუ, იგი ვესტჰემი, ფეინორდი, კალცაისი, რომლებიც ეს გუნდი და ეს ფეხბურთელები, რომლებიც დინამოელებმა 45 წლის წინ მაგრად გაამწარეს და აი მათი თვალით დანახული დინამო, ფიქრობ ძალიან მეტოქის თვალით დანახული დინამო ძალიან საინტერესოა ამ გუნდის მოთამაშეებთან გარკვეულ მცირე ინტერვიუებია, ისინი ყვებიან და ასევე იმ გუნდების რეალურ ძალაზე გვაქვს საუბარი, ვისაც დინამო დაუპირისპირდა. იქნებოდა თუნდაც ეს კასტორია, რომელიც ახლა არც მანამდე და არც შემდეგ კასტორია ჩვენ არ გაგვიგია ფეხბურთში, მაგრამ მე უფრო ღრმად რო ჩაიხედები ბევრ საინტერესო ამბებს აღმოაჩენდა. რა ვიცი, თუ გნებავთ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით და მანამდე გუშინდელი ამბები მარტო ფილმის პრემიერა არ ყოფილა, ფილმის რომელიც სწორად აღნიშნე ჟურნალისტთა ასოციაციის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი, ესე ვთქვათ, დახმარებით შეიქმნა და ასევე მანამდე იყო ესეც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ჩვენთვის დარწმუნებული ვარ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ინიციატივით საკრებულოში შევედით წინადადებით, რომ ერთ-ერთ სკვერს თბილისში 13 მაისის სახელი და არ ვიცი, ჩვენზე უფრო მაგარი ინიციატორები გამოდნენ კიდე საკრებულოში შესაბამისი კომისიის სახელდების კომისიის ლევან აბაშიძე გახლავთ ის ვერც წარმომედგინა მე ესე იგი ისეთი დინამოს დიღმის ბაზიდან რომ გამოდიხარ მარცხენა მხარეს მაიაკოვსკის ძეგლამდე შესანიშნავად გაკეთებული კი სკვერი შესანიშნავად გაკეთებული მას ეწოდა 13 მაისი ყველაზე ლოგიკური ეგ არის არა რასაკვირველია ყველაზე ლოგიკური მაგრამ ხო არის რომ აი იდეალური ვარიანტი მართლა იდეალური გადავარკვევდი არა ადგილიც მაგრამ მიყვარს ზუსტად თემატურად აბსოლუტურად და რა ვიცი ეგ არის ალბათ რომ რაღაცა ყველანაირად ეს უნდა ეს თარიღი და ეს უნდა დაუყოთ და კარგი საქმე გაკეთდა ჩემი აზრით და ძალიან მსიამოვნებს ამის გამო. კიდე იყო ჩვენი უფროსი კოლეგის და ჩვენი უფროსი მეგობრის დემიკო ლულაძის წიგნის პრეზენტაცია, აქაც ძალიან აქ ჟურნალისტთა ფედერაციის ინიციატივა იყო ეს და ძალიან კარგად არის გაკეთებული. წიგნი, წიგნთან ერთად პროგრამა 91 წლის ფინალის ბილეთი და რაღაცა კარგად არის ერთად ყველაფერი გაკეთებული და შემდეგ ჩვენი კოლეგის დავით ხვადაგიანის ნოველის პრეზენტაცია, რომელიც ასევე 13 მაისს მიეძღვნა, აი დაახლოებით ეს ღონისძიებები იყო 13 მაისს. ძალიან კარგი იყო ყველაფერი რაც იყო და მადლობა, კარგია გისურვებთ. გიგა რა უნდა კითხო? ეს ფილმები, აი ფართო საზოგადოება ნახავს ამ ფილმს. კი სატელევიზიო პრემიერაც გვექნება წესით, ალბათ ინტერნეტ სივრცეშიც გამოჩნდება, მე ასე ვფიქრობ და კი, თუნდაც ექნება ყველა მსურველს, მე ასე ვფიქრობ. იმიტომ ახლა ბევრია მაგის. სვადია მართალია კი და ვისაც სრული ექნება, მე მგონი სატელევიზიო ვარიანტის, სატელევიზიო ჩვენებაც იქნება და რაღაცა ინტერნეტშიც. ახალი თაობისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო, კიდე ჩვენ ასე თუ ისე ხელმისაწვდომი იქნება. არა მარტო ახალი თაობისთვის, იმიტომ რომ ახლა ეს რა კონცეფციას და რა იდეას ჩადო გიგამ ამ ფილმში ის რომ არის მცირე ინტერვიუები იმათთან მეორე მხრიდან დანახული სამბავი ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესოა მე შეიძლება მილიონი ისტორია მაქვს მოსმენილი ბატონის საშასგან თუ სხვა ფეხბურთელებისგან იქ ოთარისგან თუ ვინც იქნება მაგრამ იმათი მხრიდან მეორე მხრიდან ინტერვიუები მე არ მომისმენია არასოდეს და ჩემი აზრით სწორედ ამით არის ძალიან საინტერესო და გამორჩეული აი ეს შრომა რა შრომაც გიგამ და ეგ რანაირად მოახერხეთ გიგა ხო, ნუ ეს ახლა იული ამბავი ნამდვილად არისო, თან ახლა ისინი ცოტა ასაკში არიან, ხო, 70 წელს ზემოთ და თან ახლა წაგებულის გახსენება დიდად არავის არსია. ამ თამაშს ის მნიშვნელობა არ ქონდა რა ჩვენთვის ხო. წარე გასახსენებელი არსიაუნებს, განსაკუთრებით ინგლისელებთან იყო ეს პრაქტიკულად გადაუჭრელი პრობლემა. მაგრამ ნუ რაღაცნაირად მოხერხდა რა დიდი ხნის მეცადინეობის და მცდელობების შედეგი მაინც ამბობდი მე რომ ეს ასოციაცია მაგარია მეთქი და
მისი პრეზიდენტიც დიდი მადლობა ერთად აღიაროთ ნამდვილად ეგრეა და ჩვენ ერთად ყველა დიდი მადლობა ნაშრომია ძალიან ეს ფილმი არის მართლა ძალიან სერიოზული ნაშრომი ისე სხვათა შორის ისე დამაინტერესა და გუშინ გადავქეკე კიდევ რაღაცეები რაცა და დამაინტერესებდა ვინ იყვნენ ფავორიტები მაგ თასის წინ გათამაშების წინ და დინამო ეწერა მე-7 ადგილზე ვინ იქნებოდა ბენფიკა პირველზე ეწერა ბენფიკა პირველზე რომა იქნებოდა რომაც არ ჩვენზე წინ იყვნენ ბენფიკა ვალენსია რომა ფეინორდი ფორტუნა დიუსელდორფი მეოთხედ ფინალში ახლა ზუსტად აღარ მაქვს მე-7 ეწერა დინამო რა ხო ახლა დიუსელდორფში რომ მოინდომეს ფინალის ჩატარება ეს იმას ნიშნავდა რომ ჰქონდათ სერიოზული ამბიცია რომ ფორტუნა გააღწევდა ფინალში და არა სერიოზული კონკურენცია იყო ეხა კასტორია ვახსენეთ ეგერ და მართლა თითქოს არაფერი ეხა ამ გუნდს არაფერი გაუკეთებია განსაკუთრებული მაგრამ და ის ტიტული რომელიც 1980-ში მოიპოვეს თასი საბერძნეთის ერთადერთია და სწორედ ამის გამოც მოხდნენ ევროტურნირებზე ერთხელ ითამაშეს ევროტურნირებზე მხოლოდ ამ 1980 წელი იყო მაშინ პირველი ეტაპი მაგრამ რა იყო ეხა ამ კასტორიაში საინტერესო რა კასტორიას მწვრთნელი ვინც თასი აღებინა იყო კაზიმირ გურსკი პოლონელი სპეციალისტი რა ვიცი პოლონეთის ისტორიაში მაგაც დიდი მწვრთნელი არის ყავთ ვინც ოლიმპიადა მოიგო ოლიმპიადა მოაგებია მეორე ოლიმპიადაზე ფინალში გაიყვანა 74-ში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები საოცარი შედეგი ჰქონდა და ეს მოახერხეს რომ ეს კასტორიაში წაიყვანეს რა ეს მწვრთნელი და მაგის გაკეთებული გუნდია 80-ში ჩვენ რო გვეთამაშებიან უკვე აღარ არის მწვრთნელი რამდენიმე თვით ადრე ოლიმპიაკოსმა როგორ მოახერხეს ამ ხელს წაგვარა ოლიმპიაკოსმა მაგრამ ის გუნდია ხო მისი გაკეთებული გუნდია მისი აწყობილი გუნდია და იქაც ახლა იული არ იყო ხო რა ხე რომ მიუყვეთ თუნდაც ქრონოლოგიურად ამ დინამოს გზას თუ საინტერესოა ხო მაგ ნელ-ნელა შენ ახლა ჩვენში ხარ ყველაზე უფროსი შესაბამისად ჩვენ უფრო კარგად გახსოვს ეს გზა კი ბატონო და მოგვიყევი რა ხდებოდა ნუ ეს გუნდია მაინც ამ გურსკის გუნდია და პირველი შეხვედრა იქ აქ დინამოს სექტემბრის ის არის ესეც ვთქვათ აი მე-7 გამოსვლა დინამოსი ევროტურნირებზე ხო მანამდე იყო მცდელობები იყო სერიოზული იგივე ინტერნაციონალისთან გამარჯვება რაღაც სერიოზული წარმატება იყო ხო წინა სეზონშია იგივე ლივერპული სამბავი და ესა მე-7 მცდელობა და კასტორიასთან ახლა იული არ გამოდგა პირველი შეხვედრა რა თან დანიშნეს 5 საათზე კასტორიაში არ ითამაშეს სალონიკში უფრო დიდი სტადიონი და უფრო მეტი მსროლი და კი მივიდა 1-20,000 კაცი და ნახევარი კასტორია ჩავიდა 200 კილომეტრია სხვაობა კასტორია სალონიკ შორის მაგრამ 5 საათი და მოედნის ხარისხიც რაღაცა ვერ იყო ხა ამთავრ ეს კადრები სამწუხაროდ არ არის ფოტოები არის შემორჩენილი და რაღაცა სიტყვიერი ვთქვათ მოგონებები და სული თამაში გამოვიდა 0-0 დასრულდა მე ხა საინტერესო დავინტერესდა 5 საათზე რატო ჩატარდა თამაში ხა კი სექტემბერია მაგრამ სამხრეთია საბერძნეთია და მაინც მაგ დროს ცხელა რა და ჩატარდა თურმე იმიტომ რომ ოლიმპიაკოსი და ოლიმპიაკოსი ძნელია უკვე ის გურსკი ვინც კასტორია ამ ტიტულამდე მოიყვანა ეთამაშება ჩემპიონთა ლიგის თამაშს მაგ დღეს ბაიერნს სახში რა და აი მაყურებლებს გაუწიეს ანგარიში და ის ხო ის მაინც თავარია იქ წააგეს 2-4 და მე ხე განმეორებით შეხვედრაც რაღაცა პირველ ტაიმში ვერ გაუტანეთ მაინც ისეთი დალაგებული გუნდია აი ესეთ განსაკუთრებული თითქოს არაფერი მაგრამ ეგრე ადვილად არა 2-0 მოუგეთ გავედით შემდეგ ეტაპზე მე ალბათ ყველაზე სუსტი მეტოქე გვხდება ხო ეს ვოტერფორდის სახით თუმცა ხა ამ გუნდზეც მე რაღაცები ისე საინტერესო იყო ჩემთვის რომ ჩალტონს აქვს ნათამაშები რამდენიმე შეხვედრა ამ გუნდში ჩატარებული რა და იქ პრობლემა ალბათ უფრო ის იყო რომ ისეთ მოედანზე ითამაშა ჩვენ მაგრამ
ეს იყო მოიპოდრომო სტადიონი. ხო, აი ზაღლის დოღები მიდიოდა. აქ როგორც წესი და თელი თამაშის მანძილზე ზაღლი დასერნულნე რა მოედანზე და აჩერებდა საერთოდ თამაშს და ეს ამ კუთხით იყო რაღაცა მართლა უცნაური ამბავი და თან აქაც ბრიტანული ამინდი წვიმა და ისედაც უხარისხო მოედანზე რო წვიმს და რაღაცა გუცაევი დაშავდა, შენგელია დაშავდა, ყიფიანი უბრალოდ არ გავიდა, იმიტომ რომ ტრავმირებული იყო, მაგრამ ახლა 10 კაცი არ დატოვა გუნდი და ბოლომდე მაინც კოჭლობით ჩაამთავრა თამაში, თუმცა აქეთ მე ადვილად მოუგეთ ხა 4-0. ხო, ნუ ეს მართლა ვთქვათ, კი, დიდი სხვაობა იყო ხა კლასში. ის კი რა ჩამოსვლა გაუჭირდათ და რაღაც ბოლო მომენტამდე ჭორად დადიოდა, რომ შეიძლება არც იყოსო თამაში ვერ ჩამოდიანდა. მე სიმართლესთან ახლოს ყოფილა ეს ამბავი, ფინანსები არ ქონდათ, რომ ამხელა გზაზე, მაინც სამოყვარულო გუნდზე გვაქვს საუბარი ჩვენ და შედგა ის შეხვედრა პირველ ტაიმში იქაც ვერ გავიტანეთ, მაგრამ სამაგიეროდ მეორე ტაიმში 4 გოლი და 4-0 დიდი ანგარიშით მოუგეთ და პირველად გავედით, მაშინ მეოთხე ფინალში 2 წრე გავსულ ვართ. 2 ბარიერი გადაგვილახავს, მაგრამ ეს UEFA-ს დასწრა და აქ ხა მეოთხე ფინალი რასაც ქვია პირველად გავედით და გაზაფხულამდე პირველად მივაღწიეთ ამო აი ესე შეიძლება ზუსტად ითქვას და მაგაზაფხულიც მე რა მნიშვნელოვანი მომენტია ვესტემთან თამაშის წინ მე მგონი მაგაზეც შეიძლება საუბარი ერთი წუთი გაგაწყვეტინებ და იცი რა მაინტერესებს სამივე და ბევრს ვლაპარაკობ არა ასლაბ ამას საინტერესო რა უნდა იყოს რა მაინტერესებს იცი აი მაშინ რა განწყობა იყო ხალხში გულშემატკივრებში რომ აი ეს ორი ეტაპი გავიარეთ კასტორია და პერფორდი და მერე რა ვინმე წარმოიდგენდა რომ ეგ ფინალამდე მივიდოდით დასავლეთ მე მგონი აი ზუსტად ეხა რასაც მივადექით ჩვენ ვესტემს ეგ იყო ჩემი აზრით გადამწყვეტი და ესე ვიცით ჩვენ ლეგენდებთან საუბრისას ბევრი აღნიშნავს იგივეს აი ვესტემთან გამარჯვების მერე პირველ შეხვედრაზე საუბარი რაღაცა უკვე კონტურები გამოჩნდა მე მგონი რა რომ ვესტჰემამდე აი როგორი განწყობა ეხა კასტორია ოტერფორდი ისეთი გუნდები არ იყვნენ თქვათ და ეს დინამოც ხო იზრდებოდა ამ მარცხით ხო ეხა თან აი როგორი ისინი გვაქვს ხო რო გადახნუ პირველი ტვენტე პირველი იყო და ტვენტ პირველი გამოსვლა ევროპაში სულ პირველი მეტოქე იქ ეხა იმტეკასთან თბილისში 4-1 წაგება სხვა იმას ვიხსენებ როდესაც გავარდით ამ ევროთასებიდან ხო MTK არ იყო ეხა ის გუნდი რომ თბილისში ჩვენთვის 4-1 მოიგო რა და არ ჩვენ არ ვიყავით ესე ადვილად დასამარცხებელი რა მაგრამ რაღაცა ფაქტორებია ხო ფეხბურთი ბევრი ამბისგან შედგება და ეთქო რაღაცა იქ გრასჰოპერთან შევეჩეხეთ საჯარო ობიექტურობას ალბათ ასე სერიოზულად პირველად ხო იქ მერე ნუ გერმანული ეს ჰერტა და მერე ჰამბურგი და ენლელა ის გუნდიც იზრდებოდა ეს არუმატებლობა წარმატება ყველაფერი მუშაობს ალბათ და ზრდის გუნდს და ეს ვესტემი იყო ძალიან საინტერესო გიორგიმ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა ეს ფაქტორი რომ შენ გიწევს თამაში გაზაფხულზე რა 4 მარტს იყო შეხვედრა ლონდონში და ეხლა ჩვენთან ხო გაზაფხულის შემოდგომის ფორმატი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და ისინი უფრო ტონუსი ისინი შემოდგომაზე იწყებდნენ და მერე გაზაფხულზე ამთავრებდნენ თამაშს და ჩვენ ვითამაშეთ წინა წელს 80-ში პირველი ოფიციალური თამაში 22 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მეოთხეზე გავედით მაშინ და შემდეგი ოფიციალური თამაში ჰქონდა 4 მარტს, ანუ რამდენი გამოდის 3 თვე ნახევარი, კი ამხანაგური თამაშები რამდენიც გინდა, იქ 4 მარტამდე სპარტაკიც ემზადებოდა მეოთხე ფინალისტვის და ამხანაგური 5-0 მოუგეთ ჩვენ თბილისში. იქ წასვლამდე. მაგრამ ამხანაგური ვესტემ ლონდონში წასვლამდე მოუგეს იმას. კი, მოსკოვის სპარტაკი 5-0 კი. და მოსკოვის სპარტაკი ხრისტვის ემზადება, მაგიც 4 მარტი არის სასაული და ფეხბურთი ხა. ო, რეალთან კონკრეტულად ჩვენი თაობისთვის, უფროსებისთვის 4 მარტს სპარტაკი რეალია თბილისში. ჩემპიონთა თასის მეოთხე ფინალი, ახლა რუსული კლუბები და საბჭოთა კლუბები მაგ პერიოდში ხშირად თამაშობენ საქართველოში დინამოზე კლიმატური პირობების გამო. მეოთხე ფინალში ახლა პლატ ხშირად არ გადიოდა საბჭოთა რომელიმე გუნდი, მაგრამ როცა გადიოდნენ უმეტესად კიევის დინამო იყო გამონაკლისი 1-2 ჯერ ითამაშეს. ხოლო როცა გადიოდნენ აქ თამაშობდნენ რა. ეგ ეს მარტაკის გვიან შემოდგომაზე იგივე სურათი იყო კი სპარტაკი ანდერლეხტი.
სპარტაკი კიელნზე ვარ ნამყოფი. კიელნი კი. ბევრი თამაში იყო, ასე ბევრის გახსენებაში. იცით უთხრათ მაყურებელს რომ მაჩაიძე სპარტაკში მანუჩარ ლეგენდა ჩვენი მანუჩარ მაჩაიძე იყო და გოჩა მაჩაიძე იყო. იმათ ყავდათ დელბოსკე ყავდათ დელბოსკე დელბოსკე ვარსკლავი არ ყოფილა არასოდეს, მაგრამ რეალი გავიდა ფინალამდე და მე ლივერპულთან. მოეცავ თქვათ ისიც რომ მანუჩარმა ეგერთი თამაში ითამაშა იმაში სპარტაკში. ხო, ბევრი არ უთამაშია სპარტაკში. ეხლა 4 მარტი წარმოიდგინე, აქ ესე იგი დინამოზე მიდიხარ, რეალს უყურებ და მე სახში ბრუნდები ვესტემს ელოდები და არის ფეიერვერკი ვესტემთან. ანუ ეს ფაქტორი იყო სერიოზული, რომ ოფიციალური თამაში არ ქონდა, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება ამან დადებითადაც იმოქმედა, იმიტომ რომ კროსის ინტერვიუ არის იგივე ფილმში, კროსი ბომბარდირი ვესტემის, რომელმაც ვესტემის ისტორიაში ევროთასებზე ერთი ჰეტრიკი აქვს და ამისია ეს კასტილიასთან და ის ამბობს, რომ ვერ ვნახეთო დინამო, იმიტომ რომ ვერ გააგზავნა მენეჯერმა სკაუტი, არ უთამაშიათ ოფიციალურ შეხვედრას, სად უნდა გვენახაო და არ ვიცოდით. ანუ ხო, ორი მხარე აქვს ყველაფერს. ერთი ის, რომ შენ ტონუში არ ახარ ხო ოფიციალურ თამაში, არ გითამაშია და რამდენად უნდა იყო მზად, ცოტა რთული ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ ეგერ მეტოქებაც ვერ დაგსვერა, ასე ვთქვათ რა და მარტო ეს უოტერფორდის მწვრთნელმაო და იქ ლივერპულის ამათ თუ გამოკითხა რაღაცეები, როცა არ წახვიდეთ გიჩევთ. ეგ რას გულისხმობდა ცოტა სხვა თემა არის, მაგრამ მაინც დინამო იყო სასწაულად მომზადებული, მე ბევრი ჩვენი ლეგენდის გამსვენია, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპი და რამდენიმე ეტაპი გაიარა გუნდმა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალბათ იყო იუგოსლავიაში, მაშინ ხორვატია, დუბროვნიკში შეკრება, სადაც რაღაცა გასაოცარი დატვირთვები მიუწიანოდა რა ხალხს და ძალიან უჭირდათ ფეხბურთელებს, მაგრამ აქ მოითმინეთ როგორმე გაძელით და იქ ნახეთ როგორ დაგეხმარებათო და მართლა ეხა 4 მარტს, ჩემი აზრით ვესტემთან გასვლითი შეხვედრა დინამოს ისტორიაში არის რაღაც გამორჩეულად დიდი თამაში და საინტერესო თამაში. ანუ ეგ იყო, ეგ თამაში იყო, ეს ყავგამო. მე მგონი აი ეგ იყო. ხალხმა დაიჯერა მაშინ, რომ თვითონაც დაიჯერეს, ჩემი აზრით, გუნდმა ფეხბურთელებს. აღარ რჩებოდა ორი გუნდი რჩებოდა. და უკვე რაღაცა ამბიციები გაჩნდა, რომ ვესტემთან თუ შეგიძლია შენ 4-1 მოიგო გასვლაზე. რატომაც არა ეს თასი. ბატონმა საშა მოყვა მაგ თამაშზე ვიტალი დარასელიას კლასელები ჩამოვიდნენ ამერიკიდანო, იქო ებრაელი ისინი იყვნენ და ლივერპულზე იყო თუ არ ვწდები. ლივერპულზე 2-1 ხო წავაგეთ და ხო ლივერპულთან იყვნენ იქ. ხო. აფხაზეთში მისი კლასელები იყვნენ, რომლებიც მერე წავიდნენ. არ შეუსრულებიათ სიტყვა. ისე მაყურებელს ისიც მაგრამ უთხრათ, მე რომ აქ ჩამოსულა, აქ და ოჯახში მისულა კი, ცუდი ამბის მერე მე ოჯახშიც იყო. დიდი შანსი იყო ვესტჰემთან სარიელ ტრიბუნებზე გვეთამაშა იქ, იმიტომ რომ მოხდა ესეთი რაღაცა ვესტჰემმა პირველ ეტაპზე, როცა ჩვენ კასტორია გავაგდეთ, კასტილიას შეხვდა და კასტილიაში 3-1 წააგეს რეალის დუბლებთან. ეგ არის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როცა დუბლები გავიდნენ ევროტურნირებზე და იქ მოხდა, გულშემატკივრები ჩასულან, მოკლეს იქ რამდენიმე ესპანელი, მთელი ამბები ყოფილა და საერთოდ ვესტჰემს უკრძალავდნენ მაგ სეზონში გულშემატკივართა დასწრებას და შემდეგ დაინდეს რა და ერთი თამაში გამოატოვებინეს პოლიტექნიკასთან, რუმინეთის ჯერ ეხა ხო რა უცნაური არის ილო ეხა კასტილია ხა კასტილია საიდან მოხდა ფინალში გავიდა მადრიდის რეალი კასტილია იყო ფინალი ეს კოპა დელ რეის და მოუგო რეალმა და კასტილია გავიდა 6-1 მოუგია მოუგო მაგალითად ეს კასტილია ეხა პირველ გოლ ვესტემაში აგდო იქ იმაზე სანტიაგო ბერნაბეუზეა თამაში და პირველ გაუტანა ვესტემამ შვიდად ყველაფერი არის მე 3-1 მოუგო კასტილიამ და ამაზე ეს დებოში და ამბავით ან 80-იანი წლები არის და მაშინ ინგლისელი გულშემატკივრების ამბები ვიცით ჩვენ რა სერიოზული რას მე 85 წლის ამბით დასრულდა მაგ ეხა დებოში ამბავი და სტადიონიდან გაიყვანეს ინგლისელი 30 კაცს დაიჭირეს დააკავეს და შეიძლება თქვი 18 წლის ბიჭი ამ არეულობაში და ამბავში ინგლისელი ვესტემის ფანი ავტობუსმა გაიტანა და დაიღუპა. და ეხა ტრაგედია ხო, სკანდალია საშინელი და
ჯერ ფიქრობდნენ საერთოდ მოიკვეთათ ვესტემი UEFA-ში სერიოზული მსჯელობა მიდიოდა და მერე უკვე პრაქტიკულად აი ეს გადაწყდა და პირველადი ვერდიქტი იყო ვესტემს უნდა ითამაშა შემდეგი შეხვედრები ცარიელი ტრიბუნები მაშინ ახალი ხილია და პირველად მოხდა ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა იქ და 187 მილის დაშორებით უნდა ითამაშა საშინაო შეხვედრა. მაყურებლებით, მაგრამ ლონდონიდან 180 პირველი სხვა შორის სანდერლენდმა დაპატიჟა ასე ვთქვათ და თავის სტადიონი და დათანხმდნენ და უემზადებოდნენ, თუმცა პარალელურად აპელაცია შეიტანეს და მერე ესე იგი ვერდიქტი საბოლოო იყო ის, რომ მომდევნო შეხვედრას გამართავდნენ უმაყურებლად რა. მომდევნო შეხვედრა ნუ კასტილიასთან თამაში ჩატარდა უმაყურებლად განმეორებითი თამაში და აქ 3-1 მოუგეს და მერე დამატებით დროში კიდე 2-1 5-1 დაამარცხეს რა. თორემ მაგ მართლა სერიოზული ისინი იყო. შეიძლება და მოკვეთასაც კი განიხილავდნენ ვესტემის და ვესტემი ეხა ხო აი მართლა სერიოზული გუნდია. აი მოუკვირდები რაღაცა თითქოს იქ არის მეორე დივიზიონში, მაშინ პრემიერ ლიგა არ იყო და პირველი დივიზიონი მეორე დივიზიონი. მეორე დივიზიონში 8 ქულით წინა იმ მომენტისთვის. ისეთ 13 ქულით იგებს მაგ გადმოდის თავისუფლად. სახში თამაშს არ აგებს საერთოდ. 22 თამაშია ჩვენამდე სახს წაგებული არ აქვს. ჩემპიონატში 22 თამაშიდან 22 თამაშიდან 1 ფრე აქვს, 21 თამაშიდან. 22 თამაშიდან 1 ფრე და 1 მარცხით ტანჩი ყველა მოგება რა. არა, 21 თამაშია საშინაო ბოდისვიხტი უკაცრავად 19 მოგება აქვს 1 ფრე და 1 მარცხი რა. წარმოიდგინე. ბრუკინგი, ხო ეხა ტრევორ ბრუკინგი რა, ჩემი ძვაგაც. ბილი ბონსი და ბრუკინგი მაშინ უნდა გამომარტო მაყურებელს ბრუკინგის ამბები შენ უნდა თქვა ბრუკინგი. ბჭყალებში. სერ ტრევორ ბრუკინგი. ხო, ნუ ინგლისის ნაკრები, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა მოკლედ რა, ესეთი ფეხბურთელი. მოყვეთ ეგ ისტორია? არა მოყოლილი, ხო არის მოყოლილი. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა მარიც. მოკლედ 95 წელია, როდესაც ინგლისის ნაკრები ჩამოვიდა საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ. ხო აგაშენა ღმერთმა. მარტო მევლაპარაკ. ხო და ქონდა სულ ასეთი ტრადიცია, რომ ამ მატჩის წინ ქართველი ჟურნალისტების გუნდი ეთამაშებოდა ხოლმე უცხოელი, ვინც ჩამოდიოდა იმ ქვეყნის გულშემატკივარ ჟურნალისტთა გუნდს და გაიმართა ასეთი ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი. გაიმართა ასეთი მატჩი ქართველი სპორტული ჟურნალისტები, ინგლისელი სპორტული ჟურნალისტების წინააღმდეგ და ინგლისელი ჟურნალისტების გუნდში უცბად აღმოჩნდეს ტრევორ ბრუკინგი. ამ ხელა ლეგენდა ბრიტანული ფეხბურთის. არა მარტო ის, კიდე ერთი კაცი ჰქონდათ ის. ყავდათ კიდე სხვა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი უილკინსონი ყავდათ და მატჩი გამოდგა ეს მატჩი. გამოდგა საკმაოდ ისეთი დაძაბული უხეშობამდე მისული შეგვიძლია ვთქვათ და საჯი იყო ინგლისელი საჯი იყო ინგლისელი და დასრულდა კომაინას არიძის და ტრევორ ბრუკინგის საკმაოდ ესეთი უხეში ეპიზოდით რის მერეც თვარცები ნაკერი დაადეს იმ კაცს ხო ოღონდ ახლა მე ხო არის მეკნია არა ჩვენ არაფერს მასიზამ ბუაშის პროცესი ეს იყო სათამაშო ეპიზოდი მოკლედ პატკაჩი ჩაუწექი ბრუკინგს სუფთა დავართვი ბურთი რაც ვერ აიტანა ამ დიდმა ბრუკინგმა წეხლი ჩამაზილაც აქცეულს ნუ რაღაცა გავაპროტესტე ჩემაც გააპროტესტეს თანაგუნდელებმა და ამ დროს ერთ ჩვენი კოლეგა სათადარიგო იყო ცოტა ნაბახუსებზე იყო. ხო და თელი ეს ლოკომოტივზე იყო თამაში, მაშინდელ ლოკომოტივზე გადმოკვეთა ეს ისა მოედანი, ესე მორბოდა მოჭო, დიდი ბეჭედი ეკეთა ეს. და შენ ვისო. კანადა. ამ ხელა ტრევორ ბრუკინგს. ხო და ნუ გაგვაძევეს მეც და ბრუკინგიც ამ ინგლისელმა მსაჯმა. და ის ბეჭდიანი კაციც. ის ბეჭდიანი კაციც, ნუ ისაც არ უთამაშა. ერთ-ერთი დამთავრდა თამაში სხვათა შორის და რამდენიმე საათი იყო ესა ეროვნული გუნდების თამაში. ზივარ ტრიბუნაზე ხა ჩამოდი. მეგობარმა ეს მანიშნა უკან გაიხედევ ვინზესა და გავიხედე და ესა ბრუკინგი და აქ ადევს რაღაცა ისა მარლა ესეთი მე ერთ ორ კვირაში World Soccer-ი გამოვიდა ჟურნალი ინგლისში
და ჩამოგვივიდა გამოწერილი ჰქონდა და იქ არის ასე დახატული ნაკერებიანი ესე ლეგენდა გაგვილა ლეგენდა გალახეს იყო ეგეთი ის ალვინ მარტინი იყო ამ ჩვენთან თამაშზე რამდენი ნაკერი ეძო ეს გავდა ის ქონდა სახე თამაშზე მაგრამ ისეთ მეომარი ფეხბურთელი იყო და არ უნდა ეთამაშა წესით ისეთ გომერი კატრშიც ჩანს რა ხელა ის ადევს მაგრამ მოედანზე იყო მე ინგლისის ნაკრებშიც იყო ეს 86-ში მაგალითად ნაკრების შემადგენლობაში 82-ში ტრავმა ქონდა ვერ წავიდა საერთოდ ისეთი გუნდი იყო რა აი მეკარე მაგალითად რა ფილ პარქსი რა ინგლისის ნაკრებში პრაქტიკულად არ უთამაშია ერთდროულად შეხვედრა აქ ჩატარებული მაშინ კლემენსი და შილტონი დგას მაგრამ კონკურენციის თემა არის უფრო სხვა მომენტი არის რა ეს ამას დაპირდნენ 76 მეჩი რომ რაღაც უელსთან იყო მე მგონი გათამაშებთო რა მეორე ტაიმი შენ თამაშობდა არ ათამაშეს თურმე რა ეს დანაპირები არ შეუსრულეს და გაბრაზდა ეს არ ვითამაშებ ნაკრებში არ გამომიძახოთ თუნდაც ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა მაინც ერთ-ერთი დავაყოლოთ ერთ-ერთი ყველათვისებული სოფლიოში შენთან რო დგას კი ვითომ მეორე დივიზიონში ამარ წარმოიდგინეთ თასის ფლოველია თასის ფინალში ამ არსენალს მოუგო 80 წლის მაისში მერე პარალელურად აი ჩვენთან ორი თამაში ხო არის შინ და გარეთ თბილისში ჩამოსვლამდე კიდე ლიგის თასის ფინალს თამაშობს რა და ლივერპულთან ერთ-ერთი და ეს ლივერპული აგერ ილო მახსენდა ეს ის ლივერპულია რომელიც ჩემპიონთა თასი ანუ ძალიან ძლიერი გუნდია არის სერიოზული შემსრულებლებით რა გიგა 4-1 გვაქვს მოგებული იქ ლონდონში ის ლამპარდის ის არის მამა არის ლამპარდის მარცხენა მცველი 4-1 გვაქვს მოგებული ლონდონში ბევრი ორ კვირაში არის საპასუხო თამაში და რა გამწყობაა ხალხში რომ მორჩა გავედი თუ კიდე არის რაღაცა მე მაგალითად ვარ 12 წლის და მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენია დინამოს მარცხი აი დინამო წააგოს თამაში ეს ჩემთვის არის წარმოუდგენელი მით უმეტეს თბილისში რო წააგოს თამაში და აქ ეხა 4-1 მოგებული გვაქვს და წაგება ესე იგი რა უნდა 4-0 უნდა წავაგო გამორიცხული ამბავია ეს არის დაუჯერებელი ამის გაფიქრებაც კი არ არის რა რეალობასთან ძალიან აცნენილია და თვითონ ისინიც შეგუებულები არიან ეხა 4-1 წააგეს და როგორი პრესა იყო როგორი გამოხმაურება იყო თვითონ ამათი მწვრთნელი ჯონ ლაიოლი რასერსო აი ნუ ვისწავლოთ რა ესეც ჩვენი მიზანიო რა რო ასე დონეზე თამაში და გიგა როგორი თამაში იყო აქ აი თვითონ 0-1 წავაგეთ აქ ეხა ჩვენ აი ხო ეს არის ეხა ნუ და რა ხალხაც ესეც მოაკვინჩი სხვა დიდ და ბევრ ამბებთან ერთად პრაგმატიზმია რა აქ 4-1 მოგებული გვაქვს თავარი ამოცანა რა არის ხო რა 4 გოლი არ გაუშვა ხო აქ შემდეგ ეტაპზე გახვიდე ეს არის ამოცანა ეს უნდა შევასრულოთ და ძალიან უხარიათ რომ გვიგებენ ერთი თნოს რომელიც ეხა იდეაში ეხა არაფერში არ ჭირდება ისიც ბოლოს არ გაგვიტანეს 97 წუთზე გაგვიტანეს კი კაი ბურთი შეაგდეს ერთ შეხედვით პერსონა გვიგებენ ერთი თნოს მაგ ეხა საერთოდ ის არის აი მოგონებები არის ექიმის ამ ლონდონიდან როგორ ჩამოაღწიეს თბილისში რა და მართლა ეხა ის მოსკოვში გაიჭედნენ თუ რაღაც მოსკოვში ამბები არის ისტორიები არის აი ძალიან საინტერესო ეს ფილმში ვერ შევიტანეთ ეხა ესეც რა ბევრი რაღაცა იმიტომ რომ ჩვენ რო ეხა მიგვიშვა 4-ვე ხო მრავალსერიანი ფილმი იმას ვიზამთ ამ ეპოქაზე და ამ პერიოდზე რა და ესე იგი ისეთ პრობლემები რა ჯეიმს ბონდებიო ვიყავით რა ჩვენ იმ პერიოდისო რა ფეხბურთის ჯეიმს ბონდებიო ეს ექიმი იხსენებს 4 საათი სასაზღვრო კონტროლი და მერე ცალკე იმის შემოწმება ბარგის და მერე ეგერ ტუალეტიო ეგერ ჩამდაო რა და არ გვიშვებდნენ ტუალეტშიო ერთი მივა ერთი რო გამოვა მეორე მერე უნდა შევიდესო და არ ვიცი რა მერე ხე ჩვენ არ გვიკვირს ეგ ამბავი და მეორე სართულის ზევითო სასტუმროში დარჩნენ მოსკოვში და მეორე დღეს გადმოფრინდნენ და მეორე სართულის ზევით წყალი არ ცხელდებოდა და ცივი შხაპიო და ეგ გაუკვირდათ. ხო, მაგრამ ყველა მეტოქე მოსკოვის გავლით ჩამოვიდა. მოსკოვის გავლით ჩამოდიოდა კი და სულ ისტორიები იგივე ფეინორდის ფეხბურთელების ყვები არის. პასპორტის პრობლემებია და ანუ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, ძალიან დამღლელი და ძალიან
არასასიამოვნო. მაინც ორი სხვა სამყარო იყო. მაგრამ ჩვენთვისაც ხო დამღლელია, იმიტომ რომ ჩვენც ხო მოსკოვის გავლით არა, რა მე სხვა რაღაცა. არა, შენ მოსკოვი არ გაწვალებდა რომ მიდიო. მათთვის ეხლა მაინც ესე იყო რაღაც აი ნორმალური ცხოვრების წესიდან რაღაცა სხვა გაუგებარწა შეხვდებოდა. ხდები აღმოსავლეთის ბლოკიო რა, ეხლა ესე გეძახდითო თქვენო სხვა იყავით. თუმცა ვესტემს გამოცდილება ამის აქეთ მოგზაურობის, იმიტომ რომ ეხლა ვესტემი ხო ჩვენ ხომ ამ გუნდის მიღწევებზე რო საუბრობთ, 65-ში ეს თასების თასი აღებული აქვთ. 76-ში ფინალში არიან გასული და ანდერლეხტთან წააგეს ეიზელზე ფინალი. და აი ამ გზაზე 76-ში არარატთან აქვს ნათამაშები და სომხეთში არიან ჩამოსული. კი. ერთ-ერთი ითამაშეს აქ, მაგრამ იქ 3-1 მოუგეს. ბობი მური ხო ვესტჰემის იყო. 65-ში თასი რო აიღეს ბობი მურია კაპიტანი. ბობი მური და ჰერსტიც ვესტჰემის კაცი იყო და ანუ წარმოიდგინე ყველაზე დიდი თოფლო ჩემპიონატი. მაგაზე იმაშვებია, ხო იცი ხუმრობენ თვითონ ვეტერანები. ეს დანარჩენი 9 კაციო ჩვენ. რა უვარგისები ვიყავითო, რომ ორი ისყავდა და ვერაფერი ვერ მოვიგეთო, ისინი თასების თასი შიგნი ინგლისში. რა არაფრის მაქნისები ვიყავითო. და ეხლა ვარდება ვესტჰემი. გიგა, ხო, ვარდება რა, ფაქტიურად გავარდნები. ხო, რაღაცა უცრება თუ არ მოხდა, იმდენი საოცრება ხდება ინგლისის პრემიერ ლიგაში არაფერი. გიგა. და ყველაზე ესეთი მთავარი მეტოქე, ხო? ხა კალცა ესე კი ფინალის ის, მაგრამ ფეინორდი იყო ყველაზე დიდი ნერვების წყვეტა, ხო? ხო, ფეინორდი ხდება, ეს ფეინორდი ჩემ რა მიიქცია ყურადღება პირველ რიგში. ეს ფეინორდი, კაცო, ჩემპიონთა თასი მოგებული აქვს, UEFA-ს თასი მოგებული აქვს და თუ თასების თასაც აიღებს, ხდება პირველი გუნდი, რომელსაც ეს სამივე შეკრავს რა. და ეხა ეგ უფრო დიდი мотиваციაა, ხო? თუმცა თვითონ ეს მოთამაშეები ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ იმ პერიოდში არ ყავდათ ისეთი ძლიერი გუნდი რა. ჩემპიონატშიც მოგზაურებულად, თასის მფლობელები არიან მოქმედი მფლობელები. ისეთი მეტოქეები შეხვდათ ძალიან მარტივი, ილუესი ფინეთი, ვიდორე დანია, მერე სოფია. ანუ ადვილად მოვიდნენ, ერთ თამაშს წააგეს მარტო, დანჩენი მოიგეს და უკვე თამაშებით ჩვენ თბილისში ეხა აი რომ მახსოვს მე ხე როგორი ის არის რა. გახსოვს ეგ? არა, თამაში კი არა მახსოვს, აი ყობა წინა საღამო მახსოვს წინა დღეები, რომ მაშინ ეხა სად იყო ან დროშა, ან რაღაცა რაიმე სახის ის, რომ შენ გამოგეფინა და არის ყველაფერი დეფიციტში არის რა, რომ რაღაცა ტრანსპარანტი გააკეთო, რაღაცა უნდა მოიგონო რა. და მოიგონეთ მე და ჩემო უფროს მე მოყოლილი მაქვს, ეგ ამბავია. რაღაცა ზეწარი თეთრი და რა უნდა დავაკრათ, როგორ უნდა დავაკრათ და საახალწლო სათამაშოები ავიღეთ, ეს დავშხვენით და იქ წებოდა ახალი ამ იმით არ მქონდა, მე არ მქონდა მოსმენი. ნაძვისხის სათამაშოები დავშვნილი და ეს ხელების დასხნიანება ანეთ უნდა დავშვნე ის. ჯერ ცალკე გამოვიტირეს ჩემი სათამაშოები. პატარა ვარ 18 წლის ვარ, ეხლა ის ნაძვისხეც სიამოვნო. არა და სადიშოვება. არაფერი არ არის და ხო რაღაცას იგონებ რომ რაღაცა და დავწერეთ ბიჭო ეს რა გასქენით ესე კარგად და ეს დინამო ფეინორდი ამით ამშენებს 3-0 და ასე აგიხდა ყველაფერი. ის ხა ხო ტრიბუნაზე ქონდა გამოფენა 25 სექტორში მაგარია. მეორე იარუსი 25 რასლო ყველაფერი მახსოვს რომელ ადგილზე ვიჯექი. იქ როგორ იყო იცი ჩემი ვის მეგობრებთან ერთად ვიყავით და იმიტომ იყო 80,000 მაყურებელი რომ 3 ბილეთი რო გქონდა 4 შეიპარებოდი რაღაცა და ვიღაცამ დააგვიანა მის ადგილზე მოუწიათ და ის და აი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ამ თამაში როგორ შეიძლება დააგვიანო ბიჭო? რა შეიძლება ამ თამაში დააგვიანო? ყველგან შეიძლება დააგვიანო, მაგრამ ამ თამაში დააგვიანო. და 3-0 ხო სასწაული იყო, ხო? იქ პენალტი არ დაგვინიშნეს, კიდე 3-0-ს რო ვიგებდი. ეგ არის ძალიან გაურკვეველი მომენტი. რას აკეთებს იქ მართლა ვერ გუცაევი რო აწევს და სულთა წესის დარღვევაა და პენალტი რატო არ დადო ვერ მივხვდი. აქ სულაქველიძის ის იყო, იქ თუ ჩივაძის ბენეფისი ვესტემთან აქ სულაქველიძის გუცაევის გოლის აგოლე გადაცემა. ის პენალტია ილო აბა რა არის? პენალტია ხო? მე 3-0-ს ვიგებს და არა მარტო ეგ თამაში და არა, უცავის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. მაგრამ ბოლოს ქონდათ იმათ ორი მაგარი მომენტი, ხო? ორი მაგარი მომენტი ქონდათ კი და
მაგი ეხა ვარი არ იყო მაშინ, ვარი და ვერ წავიდა სანახავად. შენ მე მაგაზე ამ იმაზე მაგ მომენტებზე რო ვეუნები ჩვენს ლეგენდებს ვეტერანებს მოიცავ ეხა გიგავში რა გინდაო თასების თასის ნახევარფინალში ვთამაშობდო და 3-0-ს ვიგებთ და მეტოქემ ერთი მომენტი არ გაგვიკეთებსო ეგრე სად არისო რა ძელი იყო გაბელიამ გადაგვარჩინა მაგრად და მაგას მე ყველაფერს ხსნი ხო ის როგორ ეხა დინამო ერთი მომენტი თუ კარგად მახსოვს 0-0-ზეც ქონდა თიმად მე მგონი არაფერი არ და რაღაცა ქონდა არაფერი არ ქონიათ რა აი რაღაცა მეკარეზე თავდასხმა იყო და მეტი ისეთი არაფერი მე ასე მახსოვს და მე ეხა რაღაცა დღეს შესაძლოა ეხა ისეთ გასაკვირი არ არის არაფერი ამ ჭიდრო გრაფიკი და დატვირთული კალენდარი და რაღაცა, მაგრამ მაშინ ეგ იყო ორ კვირაში მეხუთე თამაში გუნდის რა, მართალია თბილისში ითამაშა დინამო ჩემპიონატის სტარტი იყო და ეხა ხუთი თამაში 13-14 დღეში იმ დროს სად იყო? ხო, აღდგენები. ეთყობა რაღაცა ცოტა გადაღრილობის ამბავი იცი იყო. ფინალის წინაც ეგ ამბავი. ფინალის წინ არ გადაუდეს ეს. ხუთი თამაში აქვს. ხო და ნუ მეორე თამაშის გახსენება არ ვიცი მე. ხო, აი ეგაა ყველა. ეგეთი არაობიექტური მსაჯობა. აი ცალკარა გვათამაშეს ფაქტიურად. რა იმ კარში გოლის გატანა ორი პენალტი და ორი გოლი არ ჩართვა. სამი გოლი. აი მაგ 3-დან ეხა ვარი არ იყო და კამერებიც ისე იღებს რა, არ არის. ბევრი კამერა სხვა პოზიციაზე რომ იქ ნათლად შეაფასო. იყო თამაშგარე არ იყო თამაშგარე. ორი გოლი მე მგონი. პირველ გოლზე რო ყიფიანი პასს აძლევს რა პასს აკეთებს ბიჭოnis. ან ეს პენალტები მოკლედ მაგ იმები რაც არ ჩათვალეს და რაც არ გაატარეს. თუ იქაც უნდა მოგვეგო იდეაში. ხო, იდეაში ვიგებდი. ცალკარას თამაშობდით ეზოში. ეგ ერთი გოლი გაეტანთ რა ჩენილი იყო დამთავრებული იყო ხო უკვე ერთ საინტერესო ამბავს და როგორ ბოლო წუთამდე ეს ნერვები დააწყვიტეს ყველა ერთ საინტერესო ამბავს მოყვები მაგ დროს ვაცლავ ეჟეკი ხო იყო ფეინორდის წვრილი და მაგის თანაშემწე მაგ სეზონის დასაწყისში იყო კლემენს ვესტერხოფი რომელიც მერე იყო აი მაგარი ნიგერია რო იყო იმის წვრილი და ეს ვესტერხოფმა მერე თქვა 3 წლის მერე რო ფეინორდის ფეხბურთელებიო მაგ პერიოდში დოპინგს იღებდნენ. გაბრაზებული წავიდა კლუბიდან და ესეთი რაღაცა თქვა სკანდალი იყო მთელი ამბავი რო ვერ დაამტკიცა მერე ესა. საერთოდ ისე გაუფუჭდა სახელი ჰოლანდიაში რომ იქ აღარც უმუშავია. წავიდა აფრიკაში სტაჟირებაზე, მერე ნიგერიის ნაკრები ჩააბარეს როგორღაც და მერე უკვე სიბერეში ჩავიდა ჰოლანდიაში რა ვერ იმუშავა და მაგ პერიოდს ეხება ზუსტად რა ბატონი საშა ჩივაძეც ხშირად აღნიშნავს მაგ გარემოებას რომ ვერ გასახდელში რაღაცა წეავ და აშკარად და მოედანზეც გრძნობდითო ჩვენ ამასო ბოლოსკენ უფრო და მაგ მე-60 წუთი არის 2-0-ია უკვე 2-0 ვიგებენ მე-17 წუთია თუ რაღაცა ნახევარი საათი აქვს წინ და თან იციან რომ უკან შეუძლიათ 7-ად იყვნენ და გოლი გავარჩა ითვლება ხო ნახევარი საათი აქვს მაგრამ რაღაცა ის ეთყობა ის რაღაც გარკვეულ დრომდე მუშაობს ხო ალბათ და მე ვიოლერი ავსტრიელი ვიოლერი ხო ესა ვიოლერი ხო ავსტრიელი ამ ვიოლერისთან ჩვენთან მანამდე ორი შეხვედრა აქვს ჩვენი ამსა ხო ინტერთან ეგ იყო ეგ შორის ძალიან ისეთი ავტორიტეტული საჭი ყოფილა არა და მაგ თამაშის მერე ჩაუხსნიათ საერთოდ ავსტრიის ფედერაციას ჩაუხსნიათ ასე კიდე ერთი სკანდალური თამაში აქვს ისე ჩვეულებრივად მერე სჯიდა უეფას არაფერი განსაკუთრებული რაღაც 82-ში რაღაც ერთი სკანდალური თამაში აქვს ნამსაჯი რა როგორც მახსოვს იტალია რომელიღაცა რაღაც გოლი არ ჩაუთულა ჩვეულებრივად ის მერე მე მგონი ხეთ ცოცხალია ეგ რა ამას წინათ აი კიევის დინამო ატლეტიკო რამდენიმე წლის წინ 5 წლის წინ ცოცხალი იყო იმის სარბიელის საგანგებო ნომერი რო გამოვიდა იქ ქონდა ისეთი და იცი რომელი ფინალი აქვს ნამსაჯი კიევის დინამო ატლეტიკო ამას წინათ უკონდა ის ეგ თამაში აქვს ნამსაჯი წარმოიდგინე ასეთი მუშაობის მერე არ ვიცი რა ხო ნუ რა ეხა იჟეკი რო ახსენე შენ ხო ჩემი აზრით მაგ გუნდის მთავარი წვრთნელი ისა ეჟეკია რა იმიტომ რომ იქ ნუტენიც სერიოზული ფეხბურთელია
იქ ვინსტეკერსია სტაფლები არის ფეხბურთელები რომლებიც ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობენ და ეს იგივე მეკარეც თითქოს არაფერი, მაგრამ მე 98-ში სამ მეკარეს შორის ერთ-ერთია, როცა ჩემპიონი არ თამაშობს, მაგრამ გუნდშია ჰილე. და არიან საინტერესო პეტერსონი არის წინ ისლანდიის ნაკრებში 10-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ახლა იმ პერიოდში შერო ისლანდიის ნაკრებში 10-ზე მეტი გოლი გაგაქვს. რა თქმა უნდა. ის სხვა გაცრებით დაბალ საფეხურზეა მაშინ ისლანდია, ხო? ეჟეკი ვინ არის ეს ეჟეკი, ხო? ეს ეჟეკია 76-ში ჩეხოსლოვაკია ჩემპიონი რო ხდება, ეჟეკია მთავარი მწვრთნელი რა, ეს ყველაზე დიდი მიღწევა ხა ტიტული. თამამ მეორე მომენტია ეს სტადიონი რა, ეს დეკუიბი რა ხდება ახლა ფრაგმენტებს რო უყურებ და იმას ტრიბუნაზე. კიდე სავსე არ არის, ეთყო არ ჯეროდათ რა. მაგრამ ხმაური და ეს მაური როგორ არის, არის როგორ ეს აუ, რა დღეში იქნებოდით, აი ვისაც გახსოვთ, ეხა 2-0 რო გახდა 97 მეტრი და დარჩენილია კიდე 25 მეტრი. საათი რა. და იცი რომ საჯი ხო, ისა საჯი რა სმათია. თქვი რომ რო გაიცენტრდა რო გაიტანო არ ჩაგა. ესე იგი წარმოიდგინე რა დონის ფსიქოლოგიურად, ჯერისედაც ხო ტექნიკურად რა ხასიათია გუნდს რა ხასიათი ჰქონდათ ამ ფეხბურთელებს, რომ აი ამას გაუძლეს რა უბრალოდ. ხო, მაგ ისიც ხო შეიძლება, რომ აი როგორც თქვა გრასობერთან მოგვივიდა, ხო? და აუ, ვიცით, აბელია, რომ აბურთები გამოაცხადა. აყვე, ბოლო წუთებში რო ისკნა რა ქვია. რაღაც და რა ვიცი ეს ფეინორდიც. ხო, მანდ ერთი აი ნერვების მომენტი ვიღაცას რო ცოტა აშლო და ნერვები და გაეძევებინა კაცი 10 კაცით ალბათ ვერ აქ გაუძლეს. ხიჩაგაშვილმა მიიღო ბარათი, სხვა შორის ის ბარათიც საჩთან კამოცი გამოარი მიტებული, იმიტომ რომ ნუ ახლა ბარათი რომელმაც ვერ ფინალი გამოატოვებია. ადამიანი ხარ და კი გესმის რომ და მით უმეტეს შენ ერთ ბარათზე ხარ მეორე ბარათით ფინალს ტოვებ, მაგრამ ამ ემოციებს ხო ვერ იმაშვები ახლა ცოცხალი ადამიანი. შოთარ ხიჩაგაშვილი დაგვაკლდა ფინალში ეს რამ ყველა დანაკლისია. ბურჯი ჩვენ დაწვა. ხო დაიწერან გიგა რო ახსენე ამ დოპინგთან დაკავშირებით. ბოლო 10-15 წუთი ვეღარ შემოგვიტიეს ეგ თამაში რო არის. ხო, რაღაც თქოს აი ამოწურა იმანი ბოლომდე ბოლოს არაფერი არ ქონიათ. ისე მომენტები აქვთ. იქ ექნებათ მომენტები, როცა უკანიცი საფრთხე. გიგა და ფინალისენ რა ხდებოდა? ჩვენთან რო აი კალცა ეს გვერგო რაღაცა ესეთი ეს. ეხა ეს კალცა ისი ხო? ისიც კალცა ისიც ეხლა ეგ მაგარცა ესე მე მგონი მარტო დათო კაკაბაძე მიცოდა იმაში კასტორია საქართველოში რომ იქ რო სწავლობდა იერნის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო მაგის დათო კაკაბაძე თამაშებს უყურებდა იქ და უგზავნიდა იმას ეს კალცა ისიც მე ხო ჩაიკარგა სხვა შორის აი დინამოში მუშაობის პერიოდში ყოველ წელს ჩვენ შეკრებას გავდიოდით აღმოსავლეთ გერმანიაში და რაღაც კომუნიკაცია გქონდა და კალცაისთან ბევრი თამაში ბევრი ამხანაგური თამაში პრაქტიკულად ყოველ წელს და ძალიან ხშირი ჰქონდა რა და ის კალცაისის გზა ხო არის საერთოდ მე არ ვიცი რა კალცაისმა ჩვენ ისე დიდი სამსახური გაგვიწია თავზე აიღო ეს დიდი კონდები რომა ეხა პირველი ყველა ფავორიტი მაგაგა პირველი წრე და რომა და ახლა ის რომას რო უყურებ მომავალ წელს თუ ერთი წლის მერე ხდებიან ჩემპიონები ნილს ლითოლმი ყავთ წვრთნელი შვედური ფალკაო ხო ყავდათ ფალკაო ყავთ ანჩელოტი კარლო ანჩელოტი ყავთ დი ბარტოლომეი სერიოზული ფიგურა იყო მე თავი მოიკლა და აი როგორც ამბობდნენ მოკლესო თუ აი ხა რა აი მაგი ხო ბოლომდე ჩვენ საიდან გვეცოდი მაგრამ მაგათმა ფინალი წააგეს და ამან ძალიან ცუდად უთამაშია გუნდის კაპიტანია რა და რაღაცა თვითმკვლელობა მოხდა ზუსტად იმ დღეს რამდენიმე წლის მერე მაგრამ ზუსტად იმ დღეს როცა იყო ფინალი რა და რაღაცა ესე იგი ის ვერ აი რთული ამბავია იმდენად განიცდიდაო ფინალის აგებასო ჩემპიონთა ფინალი არ წააგე დივარტოვომე ის ხალ ბრუნო კონტი ყავს რომელიც 82-ში მერე სოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხდება 0-3-დან 4-0 პრუცო ყავთ წინ ხო ის რობერტო პრუცო ბომბარდირი იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ და ბეარზოტის რო აკრიტიკებდნენ სერიოზულად სოფლიო ჩემპიონატის წინ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ როსი აგერ სატუსაღოდან გამოსული რო სოფლიო წაიყვანე და ეს პრუცო არ მიყავს ბომბარდირიო რა და სწორედაც მოიქცა ბეარზოტი ფაქტია და ეს პრუცო არის 3-0-ს უგებს რომას ახში
კალცაი დამთავრებულია. ხო რა უნდა იფიქრო, ესეთი ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდია რა, რომელიც იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ძალიან ახლოს არის სერიოზულ კონკურენციაშია რა და ჩადის რომა ამაში იენაში და 2-0-ია პირველი ტაიმი, ხო, 2-0 მთავრდება პირველი ტაიმი და ძალიან დიდი უპირატესობა. მე სხვა შორის ეთქვა გაშიფრული აქვს მთელი თამაში. მაშინ სტატისტიკა სად იმაშვებოდნენ, მაგრამ ეთქვა მე ვიღაცამ გაშიფრა თამაშის სტატისტიკა. სხვა შორის მეც მაგ გაშიფრული ეს ფეინორდის და ვესტჰემის. გაინტერესებს რა კუთხურები რაღაცა ისინი. კალცაი სადაც სრული თამაშია და ეს სამი თამაშია სრული რა, ვესტჰემი იქ შემორჩენილი. ფეინორდი აქ და ნუ კალცაისის ფინალი ჩვენ შემთხვევაში და იმ კალცაის რაღაცა სასწაული ოპერაცია 19 ერთთან კუთხურები მაგალითად რაღაცა. მაგრამ აქ კიდე მომენტი არის რომ მეორე ტაიმის დასაწყისში რაში ჭირდებოდა არ ვიცი მოედნის ცენტრში სკარნეკი ეყავდათ ასეთ ფეხბურთელი როგორც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაში და 5 წუთში გააძევეს რა იმიტომ რაღაცა ისე მოიქცა არანაირი აუცილებლობა რო არ იყო და გააგდეს და ისედაც დიდ უპირატესობას ფლობდნენ. აქ რიცხობრივი უპირატესობა 3-0 და 4-0-ს უგებს კალცაისი რომას. კლად რომა რო არ ყოფილიყო 3-0 წაგებულზე ვიცი და ყოფილიყო უკვე ესეთიც არის. მერე არის ვალენსია. ეს ვალენსია წინათასის მფლობელია. მარიო კემპესი ყავს. ხა რა ხარუხი ამ გვარების ვინყავს, მაგრამ ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. არა, ნუ მარტო კემპესი. ლეგიონერები ყავს, სამხრეთ ამერიკელები, ბევრი რა. უგებენ, ესე იგი 3-0-ს უგებდნენ, 3-1 მორჩა იენაში აქვს პირველი თამაში და ის ერთი ბურთი რო გაიტანეს, ისე უხარიათ. არის კადრები აქვს, გაგიჟებულები, რომ ერთი ბურთი გაკვითეს. 1-0-ზე მეც ვეღარ უგებს ვალენსია სახში და გადის ეს კალცეის მეოთხე ფინალში და მას გაუჭირდა ყველა აი თემა. ეს არის სასწაული. ეგ არის მათ მომენტები, რომ აქ ნადახი ეგ რა ხდება. ნიუპორტს ხვდები, გრაპენტის სამჯერ კარისხაზიდან გამოვაქვთ ბურთი შნუხაზეს. მე ბოლოს თავს რას იღებს? მე ეგეთი აღებული ბურთი. ბოლოსკენ არის სასწაული. ძელი ხარიხა და ყველაფერი არის თამაში და ნიუპორტს ხვდებიან რა. ეხა ვინ არის ეხა იქ დარჩენილი რომ ჩამოთვალო, ხო? ეს ნიუპორტი რო ხდება, ალბათ ბედნიერი ხარ. კალცაისის პოზიციიდან, რა? უელსის გუნდი არა. ისე ოლდრიჩი თამაშობს. ხო, არის კადრები, არის. ლივერპულში და მე ნაკრებში რო სასწაულ ბურთებს. მაგრამ ერთი გოლი და შეხვედრებში არ არის და სახში ვერ უგებენ ამ ნიუპორტს. ორჯერ იგებენ რომ 2-2 მთავრდება და გადიან იქ და აგერ ილომ რა სასწაული ხდება. ხო, არის კადრები. არის კადრები არის. აი კადრები არის, 8 წუთის კადრებია. 8 წუთიანია რო ნახოთ. ბრაუერს, შნუფხაზეს, კარისხაზიდან გამოვაქვთ ბურთები რა. და იქ ეხა მაშინ ერთი მე მგონი გადაკვეთს კიდეც ერთ შემთხვევაში ბურთი. თავით დარტყმული რო გამოაქვს, ხო? გამოაქვს კი, ჩვენგან მარცხენა კუთხეში და აქ მაგრად გადარჩენ და მე კურბივაიც გაქვს ჟარიმა და 1-0 მოგება უნდათ. 2-2-0-0-ზე ისინი გადიან, ხო, ბაჟინ სტუბრად გატანილი გოლის წესი არსებობდა. ანუ იგებენ 1-0-ს უგებენ, თუმცა აი ცალკარა არის რა, ეგეთი საცოდავი კალცეისი, რომა გააგდო, ვალენსია გააგდო და ნიუპორტი ჩაგრავს რა. და მერე არის ბენფიკა. სხვა შორის ეხა ბენფიკა კი იყო ფავორიტი არა. რაღაცა ბენფიკაზე წინ დავაყენებდი რამდენიმე გუნდს მაგ სეზონში. შემადგენლობას რო გადავა. თვალე ხა შალანა და ვიღაცები კი ყავს, მაგრამ არ არის ისეთ სერიოზული. მე უფრო მაგარი შემადგენლობა ყავს, მანამდე უფრო მაგარი შემადგენლობა. მე უკვე ჩემპიონთა თასის ფინალში 2-0, 0-1 რა, აქაც ესე ამ ბენფიკას. ანუ სახლის გუნდი იყო მაგარი რა. ფაქტია რა. ისე მანდ მენოტის აქვს ნათქვამი, ხო? ის ფინალში გავა თბილისის დინამო და მოიგებს კიდეც ევროპის საუკეთესო გუნდი. ხო, ახლა მენოტი რო იტყვის, მაგას კი ძალიან დიდი შეფასება აქვს დინამო თბილისს და აბსოლუტურად ობიექტური და დამსახურებული, იმიტომ რომ მაშინ ახლა რეალურად ჩვენ ძალიან მაგარი გუნდი გვყავდა და ძალიან სერიოზული ისინი გვიპირისპირდებოდნენ ჩვენ ახლა გივე ვესტჰემის და კალცაისის შემთხვევაში ჩემი აზრით განსაკუთრებით და ფეინორდის რა თქმა უნდა. იქ
აუც ჩემთვის იმდენად ესე იგი განსაკუთრებული და საყვარელი თემა რომ ამდენი არ მილაპარაკე არა თან ახლა მე რასაც ისეთ ბოდიში არის ხო რომ აი 45 წლის განმავლობაში ესე იგი თითქოს რაღა არის მოსაყოლი მაგრამ არის ახლა რასაც საუბრობ სიამოვნებით ვისმენ ამ ისტორიებს ანუ მაინც არის მოსაყოლი რა არა მე მგონი არ გამოგველევა ჩვენ იმდენი რამე იმ კალცაისიდან პრინციპში ყველა ერთი კაცია ხო გარდაცვლილი ბრაუერი ჩავხედე სპეციალურად და გადავხედე მწვრთნელიც ცოცხალია მაიე ცოცხალია ო ესა ვეცნიდა ძნელი იყო ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ იყო კაპენტინი და ფოგელი უფრო დიდები იყვნენ ბოლო პერიოდში წვნიდა ბუნდესლიგის რომელი გლაზბახს წვნიდა ერთი 10 წლის წინ კი ხო რა ცოტა შეიძლება მაგრამ იყო კი ხო რაღაცა მახსოვს ესეც ახლა არის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში იყვნენ კაცო აქედან თან დაბადების დღე ქონია მაგ კლუბს მაგ დღეს 13 მაისი კალცაისის დაარსების დაარსების გამომჩა არ მახსოვს კი და მე ვარ ბედნიერი კაცი რომ იმ 13 მაისის ღამე შემთხვევით აბსოლუტურად სახში ვიყავი ავად ვიყავი ცუდად გავხდი მოკლედ სახში თანაში რომ დამთავრდა და ნერვიულობისგან თუ არა ისე და ავად ვიყავი და რაღაცა თანაშის პერიოდში კიდე ის გამიმძაფრდა ეს მოკლედ საავადმყოფოში უნდა წავეყვანე და მეზობელმა ლიოვა ბიძიამ 06-ით წავიყვანა მე და მშობლები იმაში ათაბეგოვის ქუჩაზე მაშინ ათაბეგომ თაწმინდას იქ იყო ბავშვთა საავადმყოფო და გინდა არ გინდა ზემელზე გავიარეთ ამელით მანქანით და შემსწრება რამ დიდი ზეიმის რაც ხდებოდა მაშინ თბილისის ქუჩებში. ერთი ხო იმაზე იყო, ზემელზე იყო და მეორე დინამოზე. დინამოზე ვეღარა უკვე საავადმყოფოში ვიცი. ო 13 მაისს ქონია დაბადების. სწორად მოსწორდა. გიგა. მეიერი. დავამთავრეთ, გავეთ მე მგონი ბოლოში. დიდი მადლობა ესეც საინტერესო დიდი მადლობა თქვენ და წარმატებებს გესურვებთ და წარმატებები უსურვოთ ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს თასის ევროპული თასის მოგებაზე არ ვსაუბრობთ. შემოდგომამდე გავიდით. გახსევაზე. 31 აგვისტო რომ შევიდეთ სადმე ჯგუფში. აქამდე ხო ვამბობდით რომ გვიან შემოდგომამდე მიგვიყვანა თქო სადღაც ნოემბრის ბოლომდე ვქონდა ესა და ეხლა სექტემბრამდე არა სექტემბრამდე თუ მივედით მე ჯგუფში შეხვედი მე კი ვითამაშებ მე მადლობა კიდე ერთხელ გიგა მადლობა გესურვებ მადლობა ბიჭებო მადლობა ჩვენს მაყურებელს